ზუგდიდის არტ გალერეაში დღეს საინიციატივო ჯგუფის მიერ მეგრული ტოპონიმების გადმოქართულების წინააღმდეგ შეხვედრა გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით დაუშვებელია ტოპონიმების გადმოქართულება. ზალ ჯალაღონიას განცხადებით მდინარეებსა და სოფლების სახელები უნდა ეწოდოთ, რაც ისტორიულად მათ ერქვათ და ადგილობრივი მოსახლეობა ეძახის. გამოიწვია იმან, რომ ტოტალურად მიმდინარეობს მეგრულ-ზანური ტოპონიმების თარგმნა, გადაკეთება და შეცვლა. საერთოდ დამტკიცებულია, რომ ტოპონიმები არ იცვლება, ის სახელმწიფო ენის არ უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ის არის ერთი ეთნოსის, ეთნოსი ამ შემთხვევაში ეთნიკური ჯგუფის კი არ ვამბობ, ერში შემავალ ნაწილს, ეთნოსის თავისი სახელი, თავისი სული, შეიძლება ასე ითქვას, ეს არის იგივე ეთნოსის პასპორტი. და ამ შემთხვევაში, როდესაც მეგრულს ცვლი რაღაც ქართული იმით ტოპონიმების ასეთი რაღაცები არ შეიძლება და ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს საკითხი მივიტანოთ ზემდგომ ორგანოებამდე. საინიციატივო ჯგუფის განცხადებით ამ იდეაზე მუშაობა ახალი დაწყებული აქვს და მომავალში იდეის განსახორციელებლად შესაბამის უწყებებსაც მიმართავენ.